ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პარტია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ნელსონ მალინსის ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ 360,000 ამერიკული დოლარი გადაუხადა. რა არის მიზანი? ადვოკატირება შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე. რჩევების და დახმარების გაწევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერისთვის შეერთებულ შტატებში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევის ხელშეწყობა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად აღნიშნულია 11 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ამასთან, ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს ორივე პარტიის კონგრესის და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს. მათ შორისაა სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო ვილსონი. ვთქვენ, რომ წარმოაჩინე, რომ თითქოს რომელიღაცა ლობისტური კომპანია, რომელიც თავისთავად თვითონ იღებს გასამრჯელოს ამა თუ იმ პიროვნებისგან თუ ორგანიზაციისგან, რომ რაღაც საქმე გააკეთოს, თქვათ, ლობირება გასციოს ამა თუ იმ საკითხისა ამერიკის შეერთებულ შტატებში და კონგრესში, თურმე თვითონ აფინანსებს რომელიღაცა კონგრესმენის საარჩევნო კამპანიას. აი, იმდენად ჩიხში არის ეს კრემლის პროპაგანდისტული ეს რაღაცა ნარატივი შესული, რომ ამგვარ ბოდვასაც არ ერიდება, თურმე ამერიკის კონგრესს აკონტროლებს ერთი ადამიანი, ჯო ვილსონი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა. ესეც აი პრიმიტივიზმის დონეზე დაყვანილი რაღაცა რუსული იაფასიანი კამპანია. არ მეინტერესებს უბრალოდ ეს მათ უნდა გითხოთ რა მოტივით გააფორმეს თუ გააფორმეს რაიმე. ლობისტური საქმიანობა აკრძალული დრო არ არის, ესეც იცით. თქვენ ცით რომ რეგისტრაციამდე არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით 5 აგვისტომდე აქვთ ვადა. საერთოდ არ გამიკვირდება რომ შეცვალონ ეს აზრი. თან იცით რომ ნომერი შეინარჩუნეს ხო ცესკოს მიმართ ეს არის ლეგიტიმური ცესკოს. მაგრამ გამოჩნდება ახლა იღებენ მონაწილეობას, არ იღებენ მონაწილეობას, არ ვიცი 5 აგვისტომდე არის ვადა. ჩვენ ვიცით რომ ნაცმოძრაობას ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ყველას და ყველაფერს უცხადებს ბოიკოტს. და ამბობს რომ ის არის უკვე აპოლიტიკური, მანამ სანამ არ იქნება ვადამდელი არჩევნები. ამ დროს ლობისტურ კომპანიას ურიცხავს თანხას საკმაოდ სოლიდურს, იგივე კომპანიას ურიცხავს თანხას ვილსონი, ცნობილი საქართველოს მოწინააღმდეგე, გადარიცხეს თანხა იმისათვის ლობისტურ კომპანიაში, რომ ამ ლობისტურმა კომპანიამ ანტიკართული, ანტისაქართველოსეული პოლიტიკა აწარმოოს დანარჩენ მსოფლიოში და დააფინანსოს, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური პროცესები და ეს იშიფრება ზუსტად მორიგი ჯერზე ამერიკაში მოქმედი ფარას წყალობით და ანალოგიური ფარას მოქმედებას და მის შეჩერებას მოითხოვენ უცხოური ძალები, რაც თურმე კარგია ამერიკაში, ის რატომღაც ცუდია საქართველოში. როგორც იტყვიან, გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას სუყეთ გადახდილი თანხები, ან deep state-ის გავლენები, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ნაქურდალი ფულით დაპოსტილ ჯო ვილსონის დაპოსტილ ასე ვთქვათ შეტევებზე გვაქვს საუბარი და არა მხოლოდ თუ სხვა განცხადებების უკან ჩვენ ამ შემთხვევაში ფაქტებით ვერ ვადასტურებთ მათ კავშირს ნაციონალურ მოძრაობასთან თუ სხვადასხვა პოლიტიკურ გავლენებთან და ინტერესთან, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იყოს ჩართული ომის პროცესებში, ეს არ ნიშნავს, რომ ეს კავშირი არ არსებობს.